ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, გისურვებთ რა თქმა უნდა კარგ დღეს და რა თქმა უნდა ყველაფერს საუკეთესოს. არა მარტო იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად მხარს მიჭერს, თქვათ, არამედ იმ ადამიანებსაც, ვისაც მაგალითად არ მოსწონს ჩემი ეს ვიდეოები და თქვათ, ჩემი გამოთქმული აზრი. მათ აზრს ზდილობის ფარგლებში, რომელიც არის იმას პატივსცემ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ადამიანის აზრი არის უბრალოდ. მეც იყო პერიოდი, როდესაც ვერანაირ კრიტიკას ვერ ღებულობდი, ანუ ჩემში იყო ფარული კომუნისტის და ასევე ისეთი ადამიანის სული, რომელიც მაგალითად შეგუებულია იმ მდგომარეობას, რაშიც არის და ასევე პროპაგანდიდან გამომდინარე დაშინებული არის, რომ აი ეს თუ ესე არ იქნება ის ვინც მოვა ახალი, თქვა და რაღაცა წყობის შეცვლას დაიწყებს, ეს იქნება დამღუპველი რა და აი უცბად ყველა უკვე მტერი გონია, ნებისმიერი სიახლე ეს არის ცუდი, რა თქმა უნდა, ან მაგალითად შეაფასებ ისე რა, ანუ არანაირი მას რაღაც ღირებულებას არ მისცემ მას და ამიტომ მეც ზუსტად ეგრე ვიყავი და ამიტომ მესმის იმ ადამიანების, ვინც თქვათ რაღაც შენ ბიჭო მამაოზე რა თქვი და იმაზე რა სიძახი და ამაზე რა სიძახი და ეკლესიის მტერი ხარ და რაღაცა. ესენი გავიარე უკვე. მე იმას არ ვამბობ, რომ მე მიხარია რა ადამიანი, რომელიც ვერ იგებს ჩემ ნათქვამს, პირიქით. გამიხარდებოდა მაგალითად, რომ კითხვის დონეზე რომ ადამიანმა თქვას, რომ აი ეგ მართლაც ამბობს ეს ადამიანი. ანუ იმას კი არ მიაქციოთ ყურადღება, თქვათ მე ის თავადის შვილი ვარ თუ აი ვიღაცა თანამდებობაზე ვარ. არა, მიაქციეთ ყურადღება ადამიანი რას ამბობს, ხო? მაგალითად, ახლა ქრისტეს მაგალითად ეკლესიური კუთხით რო შევხედოთ, ხო? ქრისტეს არც ერთი საფეხურზე არ იყო, ხო? არც ეპისკოპოსი იყო, არც მღვდელი და არც დიაკონი, ხო? არც მეფე იყო სხვათა შორის, არც პოლიტიკური ფიგურა არ იყო. სხვები ხო, თქვა ცდილობდნენ, პატრიოტიც არ იყო სხვათა შორის. ანუ ქრისტე პატრიოტიზმის მქადაგებელი არ ყოფილა. ანუ მის აი იმ განვლილ ცხოვრებაში ბატონო რაც ასახულია 4-ვე თავის სახარებაში და 60 კილოში უკვე გადმოცემული არის მისი თქვა სწავლება რა და როგორ არსად არ იკვეთება პატრიოტული მოტივები. მაგალითად რომ აი ჩვენ ებრაელები და ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და ჩვენ რო არ ყოფილიყავით დედამიწა არ იქნებოდა და ასე შემდეგ. ხო და აი ესეთი რაღაცები ხა რატო უკავშირებ რომ ქართულ სუფრას ზოგადად რასაც ვეძახით მაგალითად მე ვარ სუფრაზე დამყოფი ისეთ ადგილზე სადაც აი ურა პატრიოტიზმი არის აი უაზრო და გადამეტებული აი ჩვენ ვართ და აი ხო თან თავისი გინებებით ჩვენ ბიჭო რომ მოგვინდეს აი ისი რას უზავ დედამიწას და ისინი და აი ვიღაცა უფროსი ადგება რაღაცა ბოხი ხმით ხო რომ რაღაცა ესე უნდა დავლიოთ და რაღაცეები ზოგი სკამზე ადის მერე მაგიდაზე და ეს გამახსენდა ზუსტად აი ვიდეოების ნაწყვეტებს ახლა განახებთ. უბრალოდ რა არის იცი? კაი ბიჭო ახალგაზრდამ შეიძლება რაღაცა გააკეთოს. რაღაცა ისე რა სკამზე ავიდეს ბატონო და რაღაც თავისი რაღაც ეს გაბრეკვა წარმოგვიდგინოს რა. მაგრამ უფროსი ხალხი რო არის და აი რაღაცა ეს ფეხსაცმლიდან რაღაცა იმის ანუ ბილწი ფორმის რაღაცა იმეებით, რა ქვია, სასმისებით. ეს დედის გინება, ეს რაღაცა იმის უაზრო რაღაცა ისტორიების მოყოლა, რომელიც მაგალითად ნახევარზე მეტი მითი არის რა უბრალოდ. ან კიდე მეორე ეს წარსული არის რა. აი ხა მაგალითად რომელიღაცა მეფის მოგონება რო დალევ სუფრაზე და მე ტვინს რო ჭამ 30 წუთი ან 40 რო აუ რა ხალხი ვიყავით და ეს იცი ვინ იყო და რაღაცა და იმას აი რისი მომცემი არის ვერ ხვდები უბრალოდ რა ეს ხო წარსული არის აი ეხლა დღევანდელობაზე ვისაუბროთ აბა დღევანდელი მდგომარეობა გვაქვს ისეთი რომ მაგალითად გვაძლევს იმის უფლებას რომ ვიფიქროთ რომ ჩვენ მომავალი გვექნება აი ისე უბრალოდ აი დაფიქრით რა არ უნდა ეს რაღაცა გამორთეთ პატრიოტიზმი ეს ისტორია რაღაცა ისინი და შეხედეთ უბრალოდ რეალობას აი სხვა ქვეყნებს შეხედეთ მაგალითად ხო აი სხვა ქვეყნებს დააკვირდით აი რა საით მიდიან რა უნდათ საერთოდ რა ვისთან ამყარებენ ბატონო კავშირს და რატო იქნება ეს კავშირები აი ამაზე უნდა გამახვიდეს ყურადღება და აქ ის არის რა იგივე იმაზე ჭამა ეს 2 მილიონი ხინკალი შეიჭამა საქართველოში აი უკვე შეგვილია რომ საერთოდ ანუ დავამთავროთ ანუ ისტორიის აღწერაც უკვე აღარ არის საჭირო იმიტომ რომ აი თურმე 2 მილიონი ხინკალი
შეჭამეს საქართველოში რა. ეს რისი მომცემი არის? აი ვერ ხვდები უბრალოდ რა. კაი 10 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში. მერე თქვა 100 მილიონი ჩამოდის მაგალითად იმაში ბელგიაში, იტალიაში თქვა და იმაში კიდე შეიძლება მეტი. ეს ისე მომობ ციფრად. ანუ ვინ ვისაჯო პირველი ღვინო დაიწურა საქართველოში. კი ბატონო, უფრო მეტ ფულს ღვინით იტალია და საფრანგეთი შოულობს. ხო რა, და ჩინელები გაგვესწრებენ ახლა. იმ სხვათა შორის ქართული ღვინო რომელიც იქ მიდის, ისინი ხო იცით? გადააკოპირებს ეგრევე და თავიანთსაც გამოუშვებენ. არანაირი პრობლემა არ არის. 1 ლიტრი, თქვა, კარგი ღვინოთი ჩინელი 10 ლიტრას გააკეთებს ქიმიაზე, გაყიდის. ჩინური იქნება ღვინო, თან თვითონაც სვამენ სხვათა შორის. ხო და აი რა, ვინ ისარგებლა ამით, ვინ იხეირა? კაი ბატონო, ყველაფერი მსოფლიოში ჩვენ ვართ პირველი ადამიანები, ზეზვა და ზია პირველი ევროპელები, მაგრამ იმის რა ქვია, კანდიდატის იქით ვერ გავწდით ვერაფერს, ანუ ევროკავშირში ვერ შევედით. აი ამაზე დააკეთეთ აქცენტები რა. ეს ის რაღაცა ფარსმან ქველი და ის ვინ იყო? ეს არის წარსული. ეხა რა ვართ ეგარი მთავარი და აი ამ სუფრას, ხო, ესეც ზუსტად ეგ არის, გადმოღებული არის, აი ყველა უყურებს ერთმანეთს, იქ ერთმა რაღაცა გააკეთა, მერე გამეორებს და სხვათა შორის ცხოვრებაშიც ეგრე არის რა. აი მაგალითად არის ხალხი, რომელმაც ნახა, რომ აი ბოხი ხმით, აი მუჟიკი, ვაშკაცი ტიპები ლაპარაკობენ და იქ აი უბანში ყოფილა ესეთი სიტუაცია, კაცი მოდის, რომელიც ნორმალურად ლაპარაკობს, მაგრამ კითხვის დასმის დროს ინტონაცია იცვლება. და ესეთ მაგალითად ესე მიიღეს, ხო? ზაზა არ არის აქ ზაზა კულუმბეგოვი და რაღაც უყურებ და გონია რომ რაღაც იმაში იაპონურ საშინელებათა ფილმში ხარ რა და გააშტერებული უყურებ ამ ადამიანს რომ ჯერ კულუმბეგოვი ვინ არის და ეს კითხვა რომ ასეთი ხმით ქვესკნელნარევი ხმით დასვა ხო ეს საერთოდ ის არის რა გაყურება არის და არის რა ეგეთ აი რაშვები მაგალითად ხო შეიძლება თქვა რაშვები როგორ ახართ არა ესე უნდა თქვა აი რაშვები, რაღაც აი ბაბულიკური ისინი უნდა როგორ, რაღაცა ის ანდღულაძე რო აკეთებს რა. აი არის ადამიანები, რომელიც ნორმალურად ლაპარაკობს, მაგრამ როგორც კი რაღაცა ისეთია, ეგრევე იმას ტონალობას იცვლის, რატო იცი იმან ნახა, ეგრე რო ლაპარაკობდა ვიღაცა და იმასა გაამეორა რა, იმან თავის იმაში ეგ ჩასვა, რომ ესე იგი ეს ადამიანი რახან ესე ლაპარაკობს, ეს არის მუჟიკი. ხო და ამიტომ უყურეთ ახლა ვიდეოს, ძალიან ბევრი ლაპარაკი რო არ გამომივიდეს. აი ესეთ რაღაცებზე მე იმას კი არ მომბ მე მომყევით და ჩემი დაიჯერეთ, იმიტომ რომ მე თქვათ იმას სიმართლეს ვაღადებ. არა, აი უბრალოდ რა არის, იცით, რასაც ლაპარაკობ. თუ მტყვანი ვარ, დამიწერე რა, აი მითხარი რომ აი ამაში შენ არა ხარ მართალი და გამოვასწორებ ბატონო, იმას კი არ დაგიწყებ რა ქვია, როგორ გამიბედეთ მე და რაღაცეები. არა, აი ესე ადამიანურად, ჩამოყალიბებულად რომ აი შედგეს, თქვათ, კონტაქტი რა. ეს არის და ეს. ესე იგი, უყურეთ ვიდეოს და შემდეგ შეხვედრამდე რა. აბა წარმატებას გისურვებთ. ხვრისთავით ავსვავთ ეხლა არაყი. ხვრისთავით ისმება არაყი. ზაკუსკა ადგილზევე აქ. აი ჩვენ ქართველები რევართ რომ ხვრისთავითაც არაყი დაიწყო დალევა. ხო, ხო.
ხატავით იქავია. გაგიმარჯოს ხმეთ. ყველაფერი ადგილზეა. ზაკუშკა ძმანდარი. უკბინე კოსტა, უკბინე. ერთროლე. ამენ იესოს სახელი. უბრალო! ეს ხალხი მიყვარს უფრო.